სამომშვიდობის ჩვენო ძვირფასო ტელე და YouTube მაყურებლებო. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დღესაც ფეხბურთს შეეხება და კვლავ დინამო თბილისს. ამჯერად გვინდა თბილისის დინამოს საჩემპიონო წელი გავიხსენოთ. საჩემპიონო 78 წელი. რატომღაც ისე დამკვიდრდა, რომ 64-ს ძალიან ხშირად იხსენებენ. კი ბატონო, ნამდვილად ისე. მესმის რომ თუმცა შეიძლება უფრო ხშირადაც უნდა გავიხსენოთ. გეთანხმებით. შეიძლება ესეც იყოს, იმიტომ რომ პირველი იყო მაინც, პირველი იყო და გუნდების შემადგენლობას თუ ავიღებთ, ნამდვილად ძნელია თქვა, რომელი იყო უკეთესი გუნდი, 64 წლის დინამო თუ ვარსკვლავი იყო, არა? თუ 78 წლის დინამო, რომელ გუნდში იყო უფრო მეტი ვარსკვლავი. ეს ნამდვილად, რა ვიცი, ძნელი განსასწრაფი. რაც არ უნდა თქვა მართალი იქნება. ერთი გინდა მეორე მართალი ხარ. და ჩვენთან ერთად ამ პერიოდს გაიხსენებს ჩვენი ცნობილი დინამო თბილისის ვეტერანი ფეხბურთელი არა მარტო დინამოსი, ქუთაისის ტორპედო, ბათუმი, შევარდენი. გეთანხმებით, მაგრამ ვინაიდან დინამოზეა ლაპარაკი, რომ გავუსვი ხაზი დინამოს, ბატონი გოჩა ჯოხაძე, რომელიც 78 წლის ისეც უნდა აღვნიშნო, რომ 78 წელს ერთგვარი დუბლი გავაკეთეთ. ოღონდ რა დუბლი? დუბლების ჩემპიონები გავხდით და ძირითადი სხვათა შორის 64-შიც ესე იყო. კი ბატონო, ზუსტად იგივე იყო, გეთანხმებით. ეთყობა წყვილად არის ჩვენი ჩემპიონობა. კი ბატონო და აი ბატონი გოჩა მაშინ 78 წელს იყო დუბლ შემადგენლობის ძირითადი ფეხბურთელი და მამოძრავებელი ძალა შეიძლება ვთქვათ. 27 თამაში მიიღო მან მონაწილეობა იმ წელს და ერთადერთი ბაზაზაშვილი იყო, რომელმაც გადაკასწროდა თქვენ და ტარიელმა ნუდურდიაძე მითამაშეთ. ეს რაოდენობა. 30 თამაში იყო ისე არა მეტი იყო. 30 თამაში. 30 თამაში იყო სულ. და რა მინდა კიდე გავიხსენო, რომ ჯერ ეს ერთი ბატონო გოჩა იმ პერიოდში დინამო თბილისში თუნდაც დუბლ შემადგენლობის ძირითადი მოთამაშე რო ყოფილიყავით. მე მგონი ეს დაახლოებით ეხლა დღეს რა გითხრათ ეხლა სევილიას ძირითადი გუნდის ძირითადი ფეხბურთელი რო იყო არ არის ის დონე? საერთოდ ვალენსია მაინც. ვალენსია. კი ბატონო. ვალენსიის დონეს არის და არც მაყურებლების რაოდენობით ჩამოვარდებოდა მაინც და მაინც. აი 15000 მაყურებელი 20,000 და 35 არ ყოფილა კაცო. მინიმუმ 5000 ყოველ 5000 არ ვარ მოვიტყო მინიმუმ 5000. 78 წელს გაცილებით მეტი იყო. ჩემპიონები რო გახდნენ, იმიტომ რომ მე დავდიოდი არ გამიცდენი არ ძირითადი და არც დუბლ შემოდგენობა, სულ იყო. სავსე და შემდეგ წლებში 79-ში წინა და 77-იც ძალიან ბევრი გახდა. 77 ეს ის წელია, როდესაც ქუთაისის ტორპედოდან გადმოიყვანეს ისინი და ძალიან კარგად 77-ში არ მოვძანდით. 77-ში თქვენ უკვე იყავით. მე უკვე თამაშობდი. 77-ში ნათამაშები. ერთი თამაში თამაშები. და 77-ში პირველი თამაში რო ჩამოიყვანეს, გეხსოვნება ის თამაში. ლოკომოტივის სტადიონზე იყო ლუბლიანას ოლიმპიას თამაში და 5-0 მოვიგეთ და მაშინ რაღაც ილუზიები შეგვექმნა, რომ აუცილებლად წელს ჩემპიონები ვართ, რა იქნება თან პირველი თამაში 4-2 კრილიას ავეტოვთან და ნუ აი ცოტა ზედმეტად ეიფორიაში ვიყავით რა. იმას არ ვთვლიდით, რომ შეთამაშება უნდა და ამ გუნდს რაღაც გარკვეული ერთი სეზონი.
კარგი დიდი ბოდიშით. მოდით, ბატონო გოჩა, გავიხსენოთ აბა ეს პერიოდი ჯერ როგორ მოხვედით გუნდში, 77-ში და რა ხდებოდა, ვინ დახვდათ, რა იყო, რა ხდებოდა იმ დროს დინამოში. მოგესალმებით, ჩვენ მაყურებელს მივესალმები. პირველ რიგში მე გავიხსენებ 76 წელს. მე თუ მეხება, აქედან დავიწყებ, იმიტომ რომ 76 წელს იყო სპარტაკია და საკავშირო, საბჭოთა კავშირის სპარტაკია და მოსწავლეთა. არა მარტო ფეხბურთში, არამედ ყველაფერში სპარტაკიადა იყო. და ეს სპარტაკიადა ტარდებოდა წლის ბოლოსთვის, ესე ზაფხულში ლვოვში იყო ფინალური შეხვედრა და მთელი საქართველოს დელეგაცია იქ ვიყავით, ხელბურთელები, ფეხბურთელები, ოფარიკავეებით, ანუ ყველა მოკლედ რო არ ჩამოვთვალო. 76 წლიდან სანამ წავიდოდით ამ სპარტაკიადაზე, ამხანაგური მატჩები გქონდა სხვადასხვა გუნდებთან. რაიონში, მაგალითად, რაიონში გავდიოდით ხოლმე, იქვე თამაშებოდით მეორე ლიგის გუნდებს, ისინი უფროსები იყვნენ ჩვენზე ბევრად, პირველი ლიგის გუნდებს. დუბლებს ვეთამაშებოდით ხოლმე თბილისის დინამოს და იქიდან უკვე რამოდენიმე კაცი ვიყავით კანდიდატები თბილისის დინამოს რიგებში მოხვედრისთვის. როდესაც დამთავრდა სპარტაკია და იქ მესამე ადგილი ავიღეთ. ლვოვში ახლა უკრაინა, რუსეთი, ისის დიდი მიღწევა იყო, მაგრამ ჩვენ ჩაგვითვალეს ეს, იმიტომ რომ ისეთი კაი გუნდი ვიყავით, რომ ჩაგვითვალეს, რომ არ იყო ისეთი დიდი მიღწევა, უფრო მეტი შეგვეძლო. შემდეგ 77 წელს უკვე 76-ში რო ჩამოვედით იქიდან, ვარჯიშებზე დავდიოდით როგორ დუბ შემადგენლობაში ჩვეულებრივად და მე და ბესლან ნამბა აგვიყვანეს. კი ბატონო. და დურდიაძე, მაგრამ დურდიაძემს მე ნაკრები მოუწია, იქ ნაკრებში წავიდა, საკავშირო ნაკრებში იყო და 77-ში უკვე მე იმიტომ ვთვლი, რომ 77 წელიც იყო, აი დასაწყისი იყო შესარჩევი პრინციპში რა. ხო და სანამ ხელფასს არ დაგინიშნავენ, გუნდში როგორც წესი აყვანილად არ ითვლები. ითვლები როგორც კანდიდატად გიყურებენ, გაკვირდებიან და 77 წელში უკვე ხელფასების დაგვინიშნეს და უკვე როგორც გუნდში ისე ვითვლებოდით. მაგრამ 77 წელს იმდენი ფეხბურთელი იყო დუბ შემადგენლობაში. იმდენი ფეხბურთელი და ყველა ჩვენზე უფროსები იყვნენ. და ერიდებოდნენ, რომ ძირითად თამაშებში, უпростоრად დუბლის ძირითად თამაშებში გასვლებზე ისე დავეყენებინეთ, რომ თავისუფლად გვეთამაშა და შევყავდით ხოლმე. შეგაწყვეტინებ, ასაკით შევახსენოთ მაყურებლებს 76 წელს, როდესაც მოხვდით, თქვენ იყავით მაშინ 17 წელს. და 78-ში უკვე 76-ში ერთი თამაში გაქვთ ნათამაშებით, 77-ში სამი თამაში ითამაშეთ, უკვე 18 წელს. კი და შემდეგ 77 წლიდან რო დამთავრდა 77 წელი დაიწყო დიდი სელექცია და ძალიან ბევრი გაუშვეს ის ფეხბურთელები დუბლიდან, ვინც ძირითადად თამაშობდა და კაი ხანი იყო იქ უკვე. ძალიან ბევრი გაუშვეს რა, ეხლა რო ჩამოვთვალო, ისა რა ქვია, შორს წავალთ. ხო და 78-ში უკვე კიდე დაგვემატენ ახალგაზრდა ფეხბურთელები. ნუკრი დაგვემატა, კაკილაშვილი, ჟვანია დაგვემატა. კიდე ახლა რო გავიხსენო გრიშა 78-ში არის. გრიშა ძალიან ახალგაზრდაა, გრიშა მერე მოვიდა. გრიშა მერე მოვიდა. საავაზეა ლაპარაკი. 62-ში. ძალიან ბევრი ფეხბურთელი სხვათა შორის მოყავდათ სხვადასხვა გუნდებიდან და აკვირდებოდნენ, მოყავდათ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მოიყვანდნენ და გუნდში აიყვანდნენ. აკვირდებოდნენ 6 თვე, 1 წელი, ზოგს უშვებდნენ, ზოგი დატოვეს და ესეთ დიდი სელექცია მოხდა მაშინ. და 78 წლიდან უკვე რო გაუშვეს 77 წლის ბოლოს ფეხბურთელები, 78-დან უკვე გუნდი გაკეთდა ისეთი, რომ აი რა გითხრათ, ვისაც ენდობოდნენ, ვინც დატოვეს და დაიწყო აი ეს ჩემპიონატი, რაც დაიწყო და სურათებშიც არის რა, ის გუნდი 78 წლის დასაწყისში გადავიყეთ სურათი, ვერ მოვიძიე სხვათა შორის, მე უნდა მომეტანა ის სურათი. სურათი უკვე გადაღებული და დუბლის და ძირითადად გავხდით ჩემპიონები მოკლედ რა. ხო და აი ესე იყო ჩემი თბილისის დინამოში აყვანის პერიოდი. ისტორია.
78-ში ნუ მოკლედ გავხდით ჩემპიონები და ისეთი გუნდი ყავდა დუბლის და ძირითადიც რომ აი რა გითხრათ მითამაშობდა რომ ჩამოგითვალოთ ხა სულ ყველა ძირითადის ფეხბურთელები იყვნენ უმეტესობა. ჯელებაძე გინდა ოთარე კარში იდგა გაბელია ჭილაია შეგაწყვეტილეთ მე ამოწერილი მაგ და ვინ გახდა ჩემპიონი დუბლებში წაგიკითხავთ რა. ესე გაბელია, მამინაშვილი, ჭილაია, გუჯირი, ახობაძე, დურდიაძე, ჯოხაძე კაკილაშვილი, მუმლაძე, ბაზაზაშვილი, ჩელებაძე, მინაშვილი, კოპალეიშვილი, გოგოლაძე. აქედან ეს გოგოლაძე გარდაიცვალა საწოდავი. მუჯირს და ჩელებაძეს დიდი ოქროცა აქვს აღებული საერთოდ. ძირითადიც აქვს ნათამაშები იმდენი რომ გაბელია კოპალეიშვილი ძირითადად რას შენ ჩამოთვალე გვარები, რას დასახლე? ისე ჟვანია რატო არ არის ჟვანიას არის ხო 50% თამაში. ჟვანიას ჩემპიონად არ არის 78-ში არც არ იყო. იმიტომ რომ წინ თამაშობდა ჩელებაძე, მუმლაძე, რამაზა და ჟვანიას წინდენად აღარ უწევდა თამაში. ჟვანია 78 წელს. 78 წელს ორი თამაში აქვს უძლებდა. მეტი არა? 78-ში აიყვანეს ჟვანია თან მეორე ზაფხულის მერე აიყვანეს. ეს გადმოვიდა ავაზადან გადმოვიდა რა. ავაზადში იყო, ავაზადან. ორი თამაში აქვს თამაში. შენც ავაზადში იყავი ახლა ავაზადში ვიყავი, მაგრამ ნუ მე ხა ნაკრებიდან იქ უკვე შენ უკვე ყურადღების ქვეშ იყავი და ჟვანია თან შედარებით უფრო გვიან მოვიდა. აი ამ გუნდიდან პატარაც იყო 60-იანია ვაჟა. აი ამ გუნდიდან დუბლში ვიც გავხდით ჩემპიონები, ყველაზე ახალგაზრდები ვიყავით მე და დურდიაძე. დანარჩენი სულ ყველა უფროსები იყვნენ 2-2, 3-3, 5-5. მამინაშვილის მგონი 1 წლით უფროსი იყო. 57-იანი, 2 წლით უფროსი. ყველა უფროსები იყვნენ, აი სულ ყველა. ამ გოგოლაძეს რაღაც სხვა სახელსაც ეძახდით ხოლმე. ბუჩუნას საწოდავი. ჭიათურელი იყო. ჭიათურელი იყო და ბუჩუნას ვეძახდით რა, და საყვარელი ადამიანი იყო ძალიან და აი ესე მოფერებით სულ ყველა მაგას ეძახდა. აი რაც გოჩამ ხა გვარები წაიკითხა ის რომ შეიძლებაოდეს შედარებით დღესო საქართველოს ნაკრებთან ათამაშო არ ამგონია რომ ტოლსორად არ ეთამაშა. არა მეგონი. მე რამდენი პოზიცია უკეთესი იყო. ყოველ შემთხვევაში ეროვნული ჩემპიონატი რო ითამაშოს, ხო? უდავო ჩემპიონი იქნება. შეიძლება ისე გახდეს ჩემპიონი თამაში არ წააგოს. შეიძლება კი არა უეჭველი. უდავო წააგოს. დღეს ვინც თამაშობს, ახლა მე ასე თუ ისე ვადევნებ თვალყურს, აი რომ აი ამ შემადგენლობას ვინ უნდა მოუგოს. და ევრო ტურნირებზეც რო ძალიან ჯგუფური მასში სას გადალახავს იმაში დარწმუნებული. აიდეს რომ მოუგებს, მაგას არ უნდა ლაპარაკი. სატრაბახოთ არ ვიძახე, მაგრამ 20 წუთში უკვე თამაში დამთავრებული იყო იმით, რომ გადაწყვეტილი იყო მატჩის ბედი. 20 წუთში კი. გასვლა იქნებოდა თუ სახში არ ქონდა მნიშვნელობა რა. იმიტომ რომ ერთი მინდა ახლა გითხოთ მე რომ აი მოსკოვის CSKA-სთან წავაგეთ ორი თამაში. მე მეორე აზზე გავიდა სხვათაშორის მოსკოვის CSKA. და თბილისში წავაგეთ 3-0 და რა, ესეთი ძლიერი იყო. ძირითადად მეუბნები თუ დუბლები. 78-ში. 78-ში აი 3 ტურით ადრე CSKA-სთან ქონდა და 3-0 მოგვიგეს. მართალი გითხრა არ მახსოვს ეგ თამაში, მაგრამ მოსკოვში მოგვიგეს 1-0 და თბილისში მოგვიგეს 3-0 და ხა არ მახსოვს ახლა ეგ თამაში მე ალბათ არ მახსოვს ეგ თამაში მართალი რო გითხრათ და ესეთი ვიყავდა CSKA-ს ძირითადის ფეხბურთელები ეყოლებოდათ დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ იმ ხელა სკამი ქონდა CSKA-საც ჩემპიონობისთვის იბრძოდა CSKA-ს და ეთქვა ძირითადი დააყენა მაშინ საკავშირო მართლობა იყო როგორც მოგვეხსენებოდა და CSKA ერთ-ერთი წამყვან გუნდად თვლიდნენ ისა რა ქვია რუსები ესე ვთქვათ იმიტომ რომ ვისაც უნდა და ჯარში წაიყვანდნენ და ო აი ეს არის რა ეს უნდა არმიაში გაწევა ძნელი იყო რესპუბლიკებიდან თუ ინსტიტუტში ვერ შეაბარებდნენ მოკიდებდნენ ხელს წაიყვანდნენ ჯარში და დინამოდან ვერ დინამოს ვერ უბედავდნენ მილიციელებს კიევსაც ვერ უბედა უკრაინასაც ვერ უბედა დინამოს სპორტ საზოგადოება იმიტომ რომ დინამო თვითონ იყო ისა ხო გასაგებია ჯარის ჯავშანი დანარჩენი ვისაც უნდა მოკიდებდნენ ხელს და წაიყვანდნენ თელი ვის რა ქვია უზბეკეთი თელი საკავშირო მასშტაბით და არა მარტო ფეხბურთში ხოკეიში ესე იყო კალათბურთში და მარტო ის ხო არ იყო სკა როსტოვი ყავდათ კაცო კიდევ
და სკაკიევიც იყო და რაღაცეები იყო. ყველა რესპუბლიკას. ყველა რესპუბლიკაში მიყავდათ ეგრე. საქართველოს სკატვილისიც იყო. კი. ასკ. ასე მერაბ მეგრელაძე თამაშობდა სკაში. ჯარი ვისაც უწევდა. ყველა ნევი. ყველა ასაკი. ან სკაში იყო და თუ მათ ჭირდებოდა საკავშირო ცენტრალურ და მე როგორცელი. ანუ სკამი იმხელა იყო. ხო და აი თქვენ როგორ გაიხსენებთ ხა ამ ჩემპიონატს? და ჩვენ რამდენადაც მევახსოვს, თავიდანვე ლიდერები ვიყავით ჩვენ. თავიდანვე ლიდერები ვიყავით და არ დამავიწყდება სულ ხუმრობდით და ვადაობდით მაგაზე. კახი შემოვიდოდა ხოლმე ასათიანი და იტყოდა გასვლაზე. თუ ამ თამაშს მოიგებთ, უკვე მეორე წრე არის და ჩემპიონები შეიძლება გამხდარიყავით, მაგრამ ჯერ არ ვიყავით. თუ ამ თამაშს მოიგებთ, ვეცდები რომ ყველას მანქანები გაგიკეთოთ. იფხელა мотиваციას გვაქვს, რო გავიდოდით ხოლმე. ხო, უკვე ვიგებდით და მე იხუმრა რა. ესენი გაგიჟდნენ, მე მგონი მართლა მანქანებს მომთხოვენო, მე შეაყირობდა ხოლმე კახი ასათიანი. და სხვათა შორის რო გავხდით ჩემპიონები, ბევრს ჩვენი გუნდიდან, მე არა, მაგრამ ბევრს უფროსები ვინც იყო, გაუკეთა ყველას მანქანები. ერთი ეგ იყო ჩვენი მანქანას ურიგოთ თუ გამოიყვანდი, რა თქმა უნდა, უფულოდ არ ურიგოთ. ეგ იყო არა, უფულოდ სადიკოდა. ეხლა დარწმუნებული ვარ და მახსოვს კიდევაც ხშირად ამხანაგური თამაშები, რა თქმა უნდა, უფრო სამწვრთნელო თამაშები შეგვიძლია დავარქვათ. დინამო თბილისის დუბლშემადგენლობა ძირითადად ეთამაშებოდა. სპარინგ თამაშებს ვეძახდით ხოლმე და ხშირად იყო ისეთი სიტუაციები, რომ ჩვენ მიყვავდა თამაში. და რა ახალგაზრდა ფსიქოლოგი იყო თან მაგარი და არ დაუშვებდა რომ ჩვენ მოგვეყო რა. ყველანაირად ვთილობდა ხოლმე რომ мотиваცია არ დაეკარგათ და რაღაცა მე ჩვენ არა, ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით პატარები, მაგრამ უფროსები ვინც იყვნენ ძირითადში ვისაც დათამაშები ჰქონდათ, მე ამბიცია და ის ეკნებოდა და ყოველთვის იმათ ხარეს იჭერდა რა, მოკლედ რომ თქვა მაგას ახლა თვითონ საჯობდა რა. საჯობდა შეცვლას გააკეთებდა ისეთნაირს რომ რაღაცნაირად დასუსტებდა. შეცვლას არა, შეცვლას ნოდარი არ აკეთებდა დუბშემადგენლობაში. დუბშემადგენლობას ავარჯიშებდა სხვათა შორის და წვთნიდა და ყველაფერს დუბშემადგენლობაში წვიტავდა დაყენებასაც რა თქმა უნდა ორივე ერთად, მაგრამ მაინც ისა სერგო კუტივაძე. სერგო როცა იყო კუტივაძე, აი მე მახსენდება სერგო კუტივაძის პერიოდი, ხო? იყო ძალიან მაგარი სელექციონერი. აი ფეხბურთელს რო შეხედავდა ერთ თამაშს, ორ თამაშს, სამ თამაშს, მაშინ მეწყვიტავდა და იტყოდა რომ ამას შეუულია თამაში და რაღაცებს შეუსწორებს და ითამაშებს და სერგო იყო სხვათა შორის ძალიან მაგარი მაგ თემაში და ნოდარისთან ერთად წყვიტავდა რა და ამ დუბშემადგენლობას ძირითადად ხო ხშირად ნოდარი არ დადიოდა ხოლმე გასვლებზე მაინც დუბლის თამაშებზე და ამ სერგოს მოქონდა მე ინფორმაცია ვინ როგორი თამაშა რა ითამაშა რა გააკეთა და სერგო ენდობოდა სერგოს სხვათა შორის ენდობოდა იმიტომ რომ სერგო ძირითად შემადგენლობაში სერგოს ძალიან ბევრ ამას ეკითხებოდა ნოდარი ძირითადშიც მე რა ვიცი შეიძლება ვცდები მაგრამ როგორც თუნდაც სელექციონერი მე მგონი აღემატებოდა კიდევაც ნოდარ ახალგაზრდას მე ესე ვფიქრობ როგორც სელექციონერი და იმიტომ რომ სერგოს ბევრი ქონდა ნათამაშები ფეხბურთელი იყო და საკუთარ ტყავზე ქონდა ქართულად რო ვიტყვით ხოლმე კოჭებში ატყობდა ვინ რა იყო და როგორ საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც იყო სერგო მაგარი კაი ფეხბურთელი იყო ძალიან სხვათა შორის შენგელია ის მაშინ ბევრი იყო ქუთაისში კარგი ის და კი მე ვიცი რომ სერგომ შეარჩია აი ეს ფეხბურთელები რომლებიც პირველი როცა არა ეს იაკუშინის მე ვერ გეტყვით არ ვიცი არ მახსოვს სადიკო კაცო 77-ში ჩა 77-ზე ვლაპარაკობ იაკუშინი აღარ იყო მე არ ვიცი მაგრამ 75-ში იაკუშინი თბილისში რო იყო დინამოს წელი მაშინ ქუთაისი ხო მესამე ადგილზე იაკუშინის სიაში იყვნენ ესე იაკუშინის სიაში იყვნენ ეს ქუთაისიდან ჩამოსული ფეხბურთელები აი ვინაიდან დინამო თითგუნთანაც ქონიათ ეს ამხანაგური თამაშები აი ყველა ხო არ გახსოვს აი ვინ იყო აი ყველაზე უფრო
უხერხული და აი ვისთანაც თამაში არ ქსიამოვნებდათ კარგი გაგებით რა, იმიტომ რომ ძლიერი იყო რა მახსოვს. გვიჭირდა რა, იქაც ჩვენ ყავდა ეხლა მაგალითად თენგის ულაკველიძე იყო ისეთი დამცველი რომ საბჭოთა კავშირის დროსაც ისეთ ფეხბურთელებთან აყენებდნენ რომ ხო და ულაკველიძე იყო ჯერ ფიზიკურადაც ძლიერი იყო. მერე არ გაგიშვებდა რა. მოტყუების უფლებასაც არ მოქცევდა, იმას გვიჭირდა მაგასთან თამაში, იმიტომ რომ თავის საქმეს ასრულებდა. ავად თუ კარგად არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გუნდისთვის აკეთებდა ძალიან დიდ საქმეს. ჩვენ არ ყავდა ეგეთი ფეხბურთელები, დაცვის ხაზით რო ყოფილიყო ძალიან ესეთი ძლიერი და აი რუსები რო იყვნენ პერსონალკას რო თამაშობდა. აი კაც რო მიუჩენდა თვითონ თუ არ ითამაშებს, იმასაც არ ათამაშებს. ესეთი იყო სულაკველიძე. და ფიზიკურადაც ძლიერი იყო და იმიტომაც საბჭოთა კავშირშიც მოხდა და რა ფეხბურთელებთან აქ ნათამაშები და პერსონალკები და რა გითხრათ დაჟე რუსებიც ესე არჩევდნენ და რუსებიც იმაშვებოდნენ რა ქვია გამოყოფილი ყავდათ და მაგისტვის ყავდათ რა ესეთი იყო სულაკველიძე მაგის გარდა რო გითხრათ რომ უხეშები იყვნენ ჩვენები ბევრი არა ეხლა მეტნაკლებად ისე თორე მაგრამ იქ ერიდებოდნენ ახლა ისეთ უხეშ თამაშებს, როცა ერთი გუნდი თამაშობს, ერთი გუნდია, ერთი კლუბია, ახალგაზრდები არიან, უფროსები არიან, ძველგაზრდები და მაგრამ ყველაფერს ნოდარი არეგულირებდა. თავისი ერთი სვისტოკით რა. უნდოდა ჯარიმას დადებდა, უნდოდა არ დადებდა და იყო ეგეთ სიტუაციები. ყველაზე უფრო ავტორიტეტული ფეხბურთელები იმ დროს ძირითადის და დუბშემადგენლობაში. ნუ ძირითადის ახლა ყველას მოგეხსენებათ ავტორიტეტები ვინ იყვნენ. იმ პერიოდში მანუჩარაც იყო, ყიფო იყო, ვოვა იყო, გუცაევი, აი ესენი იყვნენ ყველაზე დიდი ავტორიტეტი, ვისაც ჰქონდათ. დიდი პატივისცემა ჰქონდა შოთა ხინჩაგაშვილს. კიდე ვინ იყო? დათო იყო მაშინ გოგია იმ პერიოდშიც. დათო ძირითადში იდგა, იმიტომ რომ ესენი უხუცესი ფეხბურთელები იყვნენ, ძველები და საპატივცემულოები იყვნენ, რა თქმა უნდა და დუბშემადგენლობაშიც ვინც იყვნენ უფროსები, საერთოდ უფროს უმცროსობა იყო მაშინ გუნდში და დიდი პატივისცემა იყო და მორიდება იყო. და ეს ძირითადის ფეხბურთელები, რომლებიც რაღაც მიზეზთან გამო რო თამაშობდნენ დუბლებს თქვა, რა. აი ცოტა ის ხო არ ქონდათ, რომ მთელი ძალით თამაშობდნენ. როგორ გითხრათ, თუ დუბში არ ითამაშებდი და არ გამოირჩეოდი ძირითადში აღარავინ აღარ გადაგიყვანდა. მე აღარ დაგაბრუნებდნენ. არა, მე უბრალოდ აი გამოსტილი ფეხბურთელი თქვა, რომელიც უკვე ძირითადში რეგულარულად თამაშობდა და რაღაც მიზეზთა გამო ჩამოიწია დუბლებში თქვა. ან კონკურენციის გამო და აი უკმაყოფილება ხო არ იყო რა. არა, ის მე მიხვდი რასაც მეუბნებით. ნაწყენი ხო არ თამაშობდა. არ იყო ეგეთი რაღაცები. არ იყო პირიქით. ივანი ცოდა რომ თუ დუბში თავს არ გამოიჩენდა და იმ ხასიათს არ გამოაჩენდა რომ პირიქით მე მინდა და კარგად არ ითამაშებდა, იქ ძირითადში საერთოდ აღარავინ აღარ იმას უშვებდა. როცა ერთი რამე მინდა გავიხსენო. იყო ხოლმე თამაშები ხანდახან ლოკომოტივის სტადიონზე. კი, პირველ თავიდან ეგრე იყო. ხო, ლოკომოტივის სტადიონზე ხო და აი აქ ხდებოდა ხოლმე რა, აი ვინც გამორჩეული იქნებოდა, მეორე დღეს მას დატოვებდა ნოდარ ახალკაცი რომ განაცხადში რომ შეევა. ეგრე იყო რა თქმა უნდა, ეს სულ ეგრე იყო, მარტო ლოკომოტივზე კი არა. სულ ეგრე გასვლაზეც ესე იყო, იმიტომ რომ იქ საერთოდ ფეხბურთელი რო არ თამაშობს, ის კარგავს ფორმასაც და ბევრ ამას კარგავს. ამიტომ ნოდარი ცდილობდა ხოლმე რომ ვინც ძირითადში ვერ ხვდებოდა დუბლში ეთამაშა. და შემდეგ იქიდან არჩევდა ხოლმე ვინც გამოირჩეოდა, მერე გადაყავდა და სათადარიგოში იჯდა. სკანზე სვავდა და ან ერთ ტაიმს ათამაშებდა, ერთ ტაიმს ვინც ძალიან ახლოს იყო და ერთ ტაიმი იმიტომ რომ ფორმიდან რო არ გამოსულიყო, ჩვენთან ითამაშებდა, თან ჩვენ გვეხმარებოდა და თან კიდე აცო მე მახსოვს ყიფიანსაც აქვს ნათამაშები დუბლების შემადგენლობაში. ყიფოს არ მაქვს. ყიფიას მე არც ვოვას და არც ყიფოსი არ მაქვს. აი ტრამვის მერე ყიფიანი ტრამვის მერე რო შემოვიდა ითამაშა. კი. ითამაშა ყიფიანმა. ეხლა
ერთი რამე მინდა აი ძალიან მანუჩარი არ მოსოს მანუჩარას არ თამაში. როგორ ითამაშებდა დუბლებში ხა? ტრავმას არ იღებდა. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ 77-78 ხო? ეხლა 77-ის და 78-ის 30-ვე თამაში აქვს ნათამაში. ძირითადში. ორი სეზონის განმავლობაში. რა მინდა გკითხო ახლა პირველი ორი თამაში კარგად მახსოვს იყო სპარტაკი მოსკოვი და კიევის დინამო 78-ის საჩემპიონო წელს და თქვენ დუბლებზე ამბობ თუ ასნაბოლის და ერთად იყო ხოლმე წინადგეს ხო და ეხლა თქვენს ნათამაშები გაქვთ სპარტაკი და კიევის დინამო პირველი ორი თამაში და მე როგორც მახსოვს დუბლებმაც მოუგეს ორივეს და ნუ იმათ რომ მოუგეს ეს კარგად ვიცით ეხლა 79-ში ჯერ კიდევ პროხოროვი იდგა კარებში 78-ში ჯერ კიდევ პროხოროვი იდგა კარებში და მეორე თამაში კიევის დინამოს მოუგეთ 1-0 და აი თქვენ თუ გახსოვთ აი ამ თამაშებში მე რატომღაც ესე მგონია რომ ხანდახან კიევის დინამოში ისეთი ხალხი თამაშობდა აი მაგალითად ბესონოვი და ზოგიერთები ახლა ბლოქინი რასაკვირველი არა მაგრამ იყვნენ კიევის დინამო ათამაშებდა ხოლმე მაინც აძლევდა თამაშებს აძლევდა კი ათამაშებდა რა თქმა უნდა მარტო ეგ არა ისა ხშირად მე მახსოვს მინსკის დინამოდანაც ფეხბურთელები ძირითადში რო ვერ მოხვდნენ დუბლებში თამაშობდნენ ჩვენთან აქ სტადიონზე თბილისში მახსოვს გასვლაზე გურინოვიჩი და ვიღაცები კი სტრაფები იყვნენ იმისთანა რომ ვიწევდა თამაში და მე იმის თქმა მინდა რომ აი ეს პირველი თამაშები პირველი კი არა საერთოდ ყველა თამაში დუბლის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ იმიტომ რომ თუ მოვიგებდით დიდი мотиваცია იყო ძირითადი გუნდისთვის გამიგეთ ფსიქოლოგიურად არ ვიცი ახლა ის გუნდიც უკვე დაძაბული იყო რომ აი გასვლაზე რომ მოიგებდა დუბლი მოგიგებდა იქ ძირითადად ფეხბურთელების თამაშობდნენ როგორც ჩვენთან ეგეთი ვარიანტი იყო აი 77 წელს თემურმა რო ახსენა კიევის დინამოს დუბლებში მუნტიანი და ბალტაჩა თამაშობდნენ კი კაცო მახსოვს მე ეგენ კი თამაშობდნენ სულ ყველა ბოიკო თამაშობდა ხოლმე ხშირად ეს 2 მეტრიანი დიდი და ხო ეს ბოიკო მახსოვს გამახსენდა მაგალითად ბოიკო იმიტომ რომ მაღალი იყო იმხელა იყო ყველაზე ჟირაფით იყო ყველაზე დიდი ხო და თან მაგის გარდა ეხლა სულ ყველა ფეხბურთელები კიევის დინამოს ძირითადი სულ ყველა მაღლები იყვნენ სულ ყველა ატლეტურები იყვნენ და რასაც თამაშობდნენ ეგერთი და რასაც არ ცდილობდნენ არ გეთამაშა ყველაფერს აკეთებდნენ უხეში იყო ყველა მე მგონი ყველაზე უხეში გუნდები მასოს მე უკრაინის იყო უკრაინა და დინამო მოსკოვის დინამო CSKA-ც ეგეთი იყო ხო CSKA-ს ეტნაკლებად ცდილობდნენ ეგრე ეთამაშათ თან ახლა იმ პერიოდში მსაჯობა იყო საკავშირო ფედერაცია იყო და ის უშვებდა მსაჯს და იქიდან ბევრი რამე ხდებოდა ისეთი რაც ახლა რო დავიწყოთ მოყოლა საკვირველი ისე ორი თავით მაღლა თუ არ იყავი გასვლაზე ვერ მოიგებდი რა ეს 77 წლის ჩემპიონატი ხო გახსოვთ ძირითადი აი რაღაც რამდენიმე ესეთი თამაში იყო აი ჩერნომორეცთან გახსოვთ რომ 3-0 წავიყვანეთ და მე 3-3 როგორ არ მახსოვს მე აბა იქნებ კუდებიც მოგვიყვეთ მაგ თამაშის კუდები თქვენს კარგად იცით და ეხლა მე რა მოყვე რასაც იძახია მაინც თქვენგან უფრო საინტერესო მარტო ჩერნომორესთან არა კიდე იმასთანაც იყო რა ქვია ზარიასთან შილოგრათან იყო მე გაურდაური მოხდა შევარდაძე გადმოვიდა თხოვნებით და იყო რა დინამო მოსკოვთან ვითამაშეთ ფრე და შუა ზაფხულის სეზონი იყო და CSKA-სთანაც რამდენიმე სეზონი ზედიზედ მოსკოვის დინამოსთანო სულ ერთ-ერთი მთავრდებოდა ეგ ეხა ამბობენ რომ ჩაწყობილი თამაშები იყო ეგო მაგას ვერ გაიგებს ვერავენ იმიტომ რომ ის ვერ დააბრუნებს ვინ ჩააწყო იმის მეტი არავინ არ იცის და ჭორაობა რო არ გამომივიდეს ჯობია რომ არაფერი არა ვთქვა რა თან ეხლა არც შეიძლება რაღაცა შევატყვი მაგრამ აზრი არა აქვს მაგის თქმას რა არც ვიდოვია ცოცხალი ჩემოგოჩა და არც ნოდარა ხალკაცი და ვინ იტყვის მაგას თქვენ პირადად თუ გახსოვთ თქვა აი ესეთ ნამუშევრებზე თავდა შეგიძლია თქვა რომ იყო ჩაწყობილი თუ გითამაშიათ ეგეთი თამაში მე არა მე არც მეტყოდნენ ეგეთი თამაშები წყდება აი რა გითხრათ 2-3 კაცმა თუ იცის რა მეტმა არის და
როგორც მე გამიგია თორე მართალი გითხრა არ შევსწრები ვარ ლაპარაკს არც ვიცი მაგრამ როგორც მე გამიგია რომ 2-3 კაცში წყდება ეგეთი რაღაცა და ისიც ძალიან ახლოს უნდა იყო უბრალოდ მწვრთნელთან თუ იქიდან არ ჩაეწყო უბრალოდ მწვრთნელი მაშინ მე მიხვდება ვინ რას მაიმონობს და რას აკეთებს და საქართველოს გუნდებში მე დარწმუნებული ვარ რომ არც ერთ ფეხბურთელს ეგარ გაუკეთებია მაგრამ მე გამიგია რომ რუსეთში, უკრაინაში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც 2-3 კაცი თვითონ მწვრთნელის გარეშე აკეთებდნენ. ცდილობდნენ რომ ეგ ცნობილი ფაქტია, რომ მაგალითად კიევის დინამოს ჰქონდა უკრაინის გუნდებთან ეგეთი სისტემა ჰქონდა, რომ მოდით თქვენ მოედანზე ვითამაშოთ ფრე, კიევში ჩვენ ვიგებთ. უკრაინის გუნდების სხვა თემა იყო. უკრაინის გუნდებში იმიტომ წყდებოდა ესე რომ პირველი გუნდი იყო კიევის დინამო და ყველაფერს აკეთებდნენ უკრაინის ფედერაცია, იქ ფედერაცია ხელმძღვანელობდა ყველაფერს. რომ თუ როგორც მახსოვს პირველი მდივანი იყო შერბიცკი, რომელიც იყო უზომოდ შეყვარებული ფეხბურთზე, ჭკუა ეკეტებოდა და ყველაფერს აკეთებდა რომ კიევის დინამო ყოფილიყო ჩემპიონი. იმიტომ მე ეს მახსოვს ესეთი რაღაცა რომ ოდესის ჩერნამორეცმა ეს შეთანხმება დავარქვა ესეთი არ დაიცვა და 1-0 მოუგო კიევ და მეორე წრეში მე კიევმა 8-0 მოუგო ჩერნამორეცს. ესე არ დაინდო და კი იყო ეგეთი ფაქტები. ესე დასაჯეს ესე რომ აი ეხლა იყავით. ანალოგიურს გეტყვით რუსეთზეც. მოსკოვის 5 გუნდი ყავდა. ერთი პერიოდი იყო მოსკოვის დინამოს ხვარებოდნენ ძალიან და მერე სპარტაკს დაუწყო. მერე სპარტაკს, იმიტომ რომ ცეკას გუნდი იყო სპარტაკი და იქიდან უკვე პოლიტიკური მაგრამ მოსკოვში ერთი იყო რომ აი CSKA და სპარტაკი ვერ იტანდა ერთმანეთს და ეგენი ერთმანეთში არ შეთანხმდებოდნენ. აი სხვები ვერ გეტყვით. CSKA და სპარტაკი გეთანხმებდნენ, CSKA და სპარტაკი ვერ იტანდნენ ერთმანეთს. ყველაზე მეტად სპარტაკი და ტორპედო იყო მაგაში, რომ ერთმანეთში რო არ მოდიოდა მაგათთან არანაირი ის. იყო, მაგრამ გააჩნია, როცა დიდი სხვაობა იყო ქულებს შორის. მაშინ აი მაგალითად მოსკოვის დინამოს დიდი ისა აქვს, რა ქვია, სხვაობა აქვს და იმათ შანსი არ აქვს საპრიზო ადგილებისთვის უკვე ცდილობდნენ რომ დახმარებოდნენ რომ ისა რა ქვია ისეთ რუსეთის გუნდი გამხდარიყო ჩემპიონი იყო ეგეთი რაღაცები იყო ისე ხშირად არა მაგრამ მე რაც მახსოვს რამოდენიმე წელი იყო ჯერავს მე რასაც თქვენ ამბობთ ჯერავს ბოლო ისე ხდებოდა როტაციები ერთი გუნდიდან მეორეში სულ გადადიოდნენ სულ გადმოდიოდნენ რაღაცები ერთმანეთს იცნობდნენ და როდესაც ერთმანეთს იცნობენ ფეხბურთელები ხო იქ ადვილია ამაზე შეთანხმება 78 წელს ჩემპიონები რო გავხდით ჩვენ და წინა დღეს თქვენც ითამაშეთ მოსკოვის ლოკომოტივთან გვათამაშეს მოსკოვში და ოქტომბრის თვე იყო და რაღაცნაირად ეხლა 4 ნოემბერი იყო. ხო, 4 ნოემბერი, მით უმეტეს თუ 4 ნოემბერი. საშინელი ყინვა იყო და საშინელი ძალიან ნოემბერი ჩვენთან არის ეხლა სიცივე და იქ რა იქნებოდა წარმოიდგინეთ რა და დუბლებმაც მაშინ იქვე გახდით თქვენ ჩემპიონები. კი. რო ჩამოხვედით. მერე ბოლო თამაში მოსკოვის ტორპედოსთან იყო აქ თბილისში და ნუ არ შეიძლება არ აღვნიშნო მაყურებლებს სამწუხაროდ დაკარგულია ის გოლი. ვოვა გუცაევს აქვს არაჩვეულებრივი გოლი გატანილი მოსკოვის ტორპედოსთან თბილისში 78 წელს ჩემპიონები რო გავხდით აი იმ წელს და სამწუხაროდ თითქმის კარის ხაზიდან დაარტყა თითქმის კარის ხაზიდან აი ძლივს მიუსწრო და დაარტყა და გაიტანა გოლი და მსგავსი გოლი ერთხელ გაიტანეს საქართველოს პირველობაზე ვოვაც ესწრებოდა ეს თამაში. ასვაჟი ბასტიასთან აქ ეგეთივე გოლი გატანენ თითქმის კარის ხაზიდან გავაიტანა ბასტიას. ის რაღაც ძალიან. ოღონდ ბასტია კარი ახლოს იყო შედარებით. ეს საოცრება გააკეთა რა ისეთი გოლი გაიტანა და ნუ დაკარგულია ის გოლი აღარ არის რა წაიშა. ეს თამაშებია მე მგონი დაკარგული მე რა. ძალიან ბევრია. იმდენი რამეა არქივიდან არ ვიცი რა გითხრა. არ ვიცი გამქრალია, მაგრამ ლივერპულის პირველი ტაიმი არ არის არ არსებობს. შეიძლება ეგრო არ იყოს რა. არა და ლივერპულთან პირველ ტაიმში დარასელიას აძლევენ პას, დათოყიფიანი აძლევს პას, აი მახსოვს ეხლაც, ხო წვიმიანი ამინდი იყო ხო და დარასელია პირისპირ გადის და სამწუხაროდ ვერ გაიტანას. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ნუ ბევრი კარგი თამაშია დაკარგული სამწუხაროდ რა. ნუ არ იყო მაშინ არც ის ტექნიკა იყო რაც ეხლა. ო თემას დაუბრუნდეთ. კი ბატონო. აი თემას თუ დაუბრუნდებით, იმასაც ვიტყვი, რომ 77-78 წლის თამაშების ჩანაწერს პრაქტიკულად მე ვერსად ვერ მივაგენია.
77 რომელი წელსაც მიაგენი? არა, ნუ მე აი ევროთასები მან შედარებით რაღაც მომენტები არის. 52 აქვს კარგად მიგნებული. მაგის გარდა არ მახსოვს 77-ში დაიწყო თუ 78-ში ჩვენმა გუნდმა თვითონ დინამომ დაიწყო ოპერატორი მოიყვანა ჩაწერები და დავიწყეთ ჩაწერები და დავიწყეთ მე ამ თამაშების გარშემო. ამ თამაშების განხილვა დავიწყეთ, კრება იყო ხოლმე, დიდი მონიტორი ჰქონდა და იმ მონიტორზე უშვებდით და ვარჩევდით აი ამ სიტუაციებს. ხლა არ ვიცი ის არქივი სად არის. ავთო იყო კოტიშაძე თუ არ მახსოვს თავიდან. ნუკრი ხო იყო? ნუკრი. ხო და მე იყო ნუკრი. ჯერ ავთო იყო. ხო და მართალი გითხრათ არ ვიცი სად იქნება ეგ, ანუ ის თან უნდა მოიძიოთ. დაკარგული იქნება ეგეც და თან ესენი ფირებზე იყო გადაი. ფირებზე და მას მაგენტურის დაკარგული იქნება და ხარისხიც არის ვარგები. არის ვარგები და ეს არის. ისე თქვენ უფრო გულშემატკივრობდით ძირითად შემადგენლობას თუ ძირითადი შემადგენლობა უფრო გულშემატკივრობდით? ამაზე ნუ მეტყვი. მართალი გითხრა ძირითადი მაგრა გულშემატკივრობდა ჩვენ გულს თუ საშუალება ჰქონდა ხოლმე ნოდარო თუ გამოუშვებდა მოდიოდნენ და უყურებდნენ და ძალიან დიდი ის იყო რა ქვია სიხარული იყო რომ მოვიგებდით мотиваციაც იყო მაგათთვისაც ყველასთვის და ჩვენ რა თქმა უნდა ეხლა შეიძლება რომ რა ქვია ვინეს რამე ქონდეს თავში პირიქით მოგება გვინდოდა სულ ყველა ძირითადისაც და გვიმისაც რა ქვია თუ შემადგენლობაშიც ხო არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, როდესაც აი თქვა დუბლებს სჭირდება და ძირითადი მართალი გითხრათ, იმდენი ძირითადის ფეხბურთელი იყო ხოლმე, მე 78 წელს გეუბნებით, აი რო გადახედოთ, ხო? აგერ სურათი იყო, აგერ ნახე. რომ ვიღა უნდა დაგვემატებინა 1 2 3 კაცი ვიყავით, ახალგაზრდები დანარჩენი იყვნენ ისინი რა ქვია, გამოსტილი ფეხბურთელები. აი ერთ რამეს ეხლა გულშემატკივრები ვატყობდით ხოლმე რომ აი კარგად რო ითამაშებდა დუბლებში ფეხბურთელი და 1-10 წუთით ადრე თუ შეცვლიდა იმას. ხო, უკვე იცოდი რომ მეორე დღეს განაცხადში იყო რა, აბა სულ უპირდებოდით რა. ძალიან ხშირად იცვლებოდით. ყოფილა შემთხვევა რომ პირველი ტაიმის მერე შეუცვლია და ყოფილა შემთხვევა მე მახსოვს მე მგონი ერერმის არარატთან იყო პირველი ტაიმის მერე გამოცვალა და იქ მერე ძირითადში დავაყენა. კი. მოვიგეთ ის თამაში. ქორიძემ გაიტანა ბურთი ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი თამაში იყო საჩემპიონო. მახსოვს მე ეგ თამაში პირველ ტაიმში გამიკვირდა მეთქი რანეტა რა თუ გამომცვალა, მაგრამ კი ვეჭობდი, მაგრამ ეხლა დარწმუნებით არ ვიცოდი. თუ დამაყენებდა ეგ არ ვიცოდი რა. ვარ გძნობდი რაღაცნაირად. ჩვენ ახლა საჩემპიონო სეზონზე ვსაუბრობ და თქვენ ხო განაცხადში იყავით ხოლმე თან ან დუბლები როცა მიდიოდით ერჩებოდით და უყურებდით ძირითადის თამაშს. აი რომელი თამაშები დაგამახსოვრდათ აი 78 წლის სეზონის. მართალი გითხრა რა ვიცი ახლა იმდენი თამაში იყო, სულ ყველა თამაში გადამწყვეტი იყო და სულ ყველა თამაში იყო არც ერთი ის არ ყოფილა თამაშები, რომ დაძაბული სიტუაცია არ ყოფილიყო. მით უმეტეს გასვლაზე. გასვლაზე ყველგან ძალიან რთული სიტუაცია იყო ჩვენთვის და იმდენი ხალხი მოდიოდა ჩვენ თამაშზე, თბილისის დინამოს საყურებლად. ყველა რესპუბლიკაში დიდი ის ქონდა, რა ქვია, რეზონანსი ქონდა, როცა თბილისის დინამოს ეთამაშებოდნენ რა. ყველას უნდოდა მოგება და ესე რომ გამოყო მართალი გითხრა არ მახსენდება, მაგრამ ბევრი თამაში მახსოვს, რომ აი სულ დაძაბული თამაშები იყო და სულ პრობლემატური. 77-შიც ჩვენ მეორე ადგილზე ქვევით გონი არ ჩავსულარ და ბოლომდე კონკურენტები ვიყავით კიევის დინამოსი. კი ბატონო. და აი 77-ში აი მე თუ გახსოვთ აი რამდენიმე წუთით ადრე კიევთან ქონდა რომ მოგვეგო ეგ თამაში თბილისში. უკვე რეალური შანსი გვექნებოდა ჩემპიონატს სამწუხაროდ 0-0 დასრულდა. საბჭოთა კავშირი იყო რესპუბლიკების ნაკრები, ხო ეგრეა. რო გადავხედოთ რუკას ახლა და ტერიტორიებს ვინ რამხელა, რა მოსახლეობა, რა რაოდენობა. კიდე ჩვენი გულშემატკივრების იმისთვის ვიძახი რომ განა რამდენი ვიყავით და განა რა ტერიტორიის პატრონები ან რამდენი რომ აი მხელა წინააღმდეგობა გაგვეწია ამ ხელა უკრაინისთვის, ან რუსეთისთვის. ან გინდათ
გინდა ბელარუსია ჩვენ. ბელარუსიაც იგივე ხო. თან თვითონ ქალაქები, კაცო, მარტო ლენინგრადი ყაზახეთია პატარა. ყაზახეთი დიდია ხო. უზბეკეთიც არ არის პატარა. არც ერთი არ არის პატარა. რამოდენიმე მილიონები არიან 10 ჯერ და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იყო ესე იგი ხმელეთის 1/6-ის ჩემპიონატი. თეთრმეტის 1/6-ის ჩემპიონატი. კიდე იმის იქით არ თამაშობდნენ ფეხბურთს. ეკატერინბურგის იქით სვერდლოვსკის სალა უნდა ითამაშო იქ უკვე ის იყო ტაიგა იყო მე არა თამაშობდნენ ხაბაროვსკს ყავდა მაგრამ უმენსაც ყავდა პირველ ლიგაში ყავდა მე ნათამაშები 14 გრადუსი თუ 17 გრადუსი ყინვა იყო და იქ ესეთი გეოლოგი იყო გეოლოგი მახსოვს გეოლოგი ერქვა ირკუტსკს ყავდა აი ყველაზე კარგად და ძალიან ისე რა მახსოვს იცით კოჩა 77 წლის სეზონი რო დამთავრდა სანამ დაიწყებოდა 78 წლის სეზონი. განწყობა იყო ისეთი, რომ აი ველოდებოდით საათებით ველოდებოდით, წუთებით და საათებით ველოდებოდით ახალი ჩემპიონატი როდის დაიწყებოდა. იმიტომ რომ თლიანად დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს უნდა ყოფილიყო თბილისის დინამოს ტრიუმფი რა. და მით უმეტეს ისეთი სტარტის მერე, როცა ჩვენ სპარტაკს მოვუგეთ 2-0 კიევს 1-0 და უკვე სულ ლიდერები ვიყავით. სულ ლიდერები ვიყავით. ერთადერთი ჩავარდნა ჰქონდა ტაშკენტში წავაგეთ სპარტაკორთან 3-0. აი ეგ იყო ჩავარდნა. დანარჩენი და თან ახლა პირველი ორი დასაწყისში ოთარმა ითამაშა გაბელიამ. მერე მოხდა პირადი ტრაგედია დაემართა ოთარს. მამა გარდაეცვალა და ზუგდიდში წავიდა რასაკვირველია უნდა წასულიყო, აბა რა უნდა ყოფილიყო მამა გარდაეცვალა და რო დაბრუნდა, მერე უკვე გოგია დახვდა კარებში და ნუ გოგიას ამოგდება ცოტა ძნელი იყო. დათო გოგიაზე ალაპარაკი. დათო იყო გოგია გუნდში. და სპორტის გაბელიას ოქროს медаლიც არ შეხვდა 78-ში. კი, არ შეხვდა. ისე მე მაინც მგონია, არ ვიცი თქვენ თუ გასოთ, რომ 77 წლის დინამო ძირითადად მსხვერპლობაში უფრო კარგ ფეხბურთს თამაშობდა და უფრო ძლიერი იყო ვიდრე 78-ის. შეიძლება. ნამდვილად ვერ შეგედავები. გააჩნია ვისი გადმოსახედი და ყველაფერი თამაში მართლაც გამორჩეული იყო. ყველაფერი ხო არის იქიდან გამომდინარე ვინ რას მიაღწია. ოკეი. 78-ში გახდნენ ჩემპიონები და უკეთეს თუ თამაშობდა, მაშინ უკეთესი შედეგი უნდა ქონოდა, ხო? არა, ხო, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მოწინააღმდეგეებით მაშინ უფრო ძლიერები იყვნენ. მაგრამ თუ უკეთესად თამაშობდა რანაირად. ხო, არა. შედეგი მაინც თავისად, შედეგი ისეთი რამეა, რომ ვერაფერს ვერ მაგაში გეთახმება ერთი არის, რომ კიევის დინამო 77-ში უფრო გაცილებით ძლიერი იყო ვიდრე 78. იმიტომ რომ 78-ში მე კიევშიც არ თამაშობდა უკვე მაგათი სტადიონის რეკონსტრუქცია იყო და ლვოვში უწევდა თამაში ძლებაში. ოლიმპიადისთვის ამზადებდა. ისეთი ძლიერი არ იყო კიევი. შედარებით რომ კიევი ყოველთვის ძლიერი იყო. კიევი ყოველთვის ძლიერი იყო. ახლა უკრაინას ისეთ სერიოზული მარტო ფეხბურთში კი არა, მთელ სპორტში და მე კიევს მე ადრეს ვილაპარაკეთ ჩვენ რომ ფარმაკოლოგიური ინსტიტუტი ქონდა სპორტული კიევს სპეციალური სადაც ყველაზე უფრო ძლიერი საბჭოთა კავშირში. კი, მთელ საბჭოთა კავშირში ინსტიტუტი იყო მთელი, რომელიც მუშაობდა მარტო სპორტსმენებზე. და ამ სპორტსმენების ფიზიკურ მონაცემების გაუმჯობესებაზე, სუნთქვითი მონაცემების გაუმჯობესებაზე და ყველაფერზე კიევის დინამოში იყო კიდე ესეთი და დოპინგის დამალვაზე დოპინგი ეს არ გამოგვჩეს. აი დოპინგი არ ერქვა დოპინგი დოპინგ კონტროლი იშვიათად საბჭოთა კავშირში რო დაიწყო მაგრამ სპეციალური ტაბლეტები ჰქონდათ რომელსაც ისინი ყლაპავდნენ გულის კუნთის გასამაგრებელი იყო ეს თუ ფიზიკური ძალის მომცემი თუ რაღაცა მაგრამ ერთი მინუსი ჰქონდათ რაღაც აი იმაში შკალასავით არის მიდიოდენ რაღაც უმატებდა მე ერთი დიდი ის ჰქონდათ ვარდნა ჰქონდათ და ივარდნის მერე ისევ თავიდან იწყებოდა და ლესელიზეში ვიყავით და ვინ იყო მოსული აღარ მახსოვს კიევის დინამოდან ეგენი იქ იყვნენ ხოლმე თაი უკრაინას თავისი ის ჰქონდა სასტუმრო ჰქონდა იქ ბაზაც ჰქონდა და სასტუმროს და იქ თქვეს რომ მე მგონი ვერემევი იყო მოსული ყიფოსთან და იმან თქვა რა ვინც აი ტაბლეტებს გიდებენ სადილზე, ვინც ამას არ დალოს გუნდიდან უშვებენ რა. აუშვებდნენ და ყველა სვავდა.
მე ღვიძლებზე ქონდათ პატარ-პატარა პრობლემები რა ყველა. პატარ-პატარა კი არა დიდი. დიდი, მაგრამ და სხვათა შორის ვერც ითამაშეს მე აი 75-ში როგორი ტრიუმფული სეზონი ქონდა და აი ერთ წელიწადში უკვე პრაქტიკულად ყველამ დაანება მე კოლოტოვი, მუნტიანი, ვერემეევი, სულ ყველა წავიდა გუნდიდან მე. ვეღარ ითამაშეს ბევრი ხანი. საერთოდ ძალიან ძნელია ერთი ბლოხინი უძლებდა ამას, არ ვიცი რა ის ქონდა, ბლოხინი თამაშობდა და თამაშობდა. ბლოხინი ძალიან სწრაფი იყო და თავისი სწრაფის ხარჯზე, თორე შეიძლება ამ ტაბლეტებსაც ნაკლებს აძლევდნენ? არა, მაგას არა. გამონაკლისი არ იქნებოდა რა. არ იქნებოდა არა. გოჩა ბატონო, თქვენ 9 წელი ითამაშეთ მარტო დინამოში. 9 სეზონი გქონდათ, მოგონი 76 არა 76 და 86. 84 85 ქუთაისში ვიყავით და მე უკან მომაბრუნეს. 85 არიყავით და 86-ში მოხვედით ისევ. უკან დამაბრუნეს 86-ში. კი ბატონო, ამ ხეთის განმავლობაში 200-ზე მეტი მატჩი გაქვთ. ნათამაშები როგორც დუბლი, ისე ძირითადი, საერთაშორისო თასები და ასე შემდეგ და საკმაოდ ბევრი ბურთიც გატანილი. რატო თქვი ახლა ეს ამბავი რომ ამ ხეთის განმავლობაში თქვენ გვერდით მე უკვე თქვენ ხელშიაც კი ალბათ გაიარა ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა. აი მე მინდა ხوار გაიხსენებდეთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც თქვენის აზრით თავის პოტენციით, თავის შესაძლებლობებით ძალიან დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშათ და ატომაც ვერ ითამაშეს. აი როგორ ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო მოყვანილი. და რა იყო მიზეზი? უმეტესად. რომ ვერ ითამაშეს ეს დიდი ფეხბურთი. მე ესე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში შეიძლება გაიხსენოთ ის ფეხბურთელები თვითონ, აი ვის დაასახელებდით, მაგალითად ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ვერ მიაღწია. ძალიან ბევრი იყო ესეთ ფეხბურთელი ახალგაზრდები, აი მაგალითად ჩემ დროსაც ტარიელ დურდიაძეს უნდა ეთამაშა. უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ტარიელ დურდიაძეს რა დაემართა? მუხლი შეუბრუნდა. საბჭოთა კავშირის ნაკრებში იყო და მუხლის გამო, ტრავმის გამო ვერ ითამაშა. სულ პრობლემა ქონდა, სხვათა შორის ნოდარისაც მაგრა მოწონდა და მაგრა იმას პატივს სცემდა. ვერ ითამაშა, მე ამ ტკივილებმა იმან გაუშვეს გუნდიდან. უნდა ეთამაშა პატარა მიშამესკს, უნდა ეთამაშა. პატარა მიშა. ხასიათების და რაღაც მიზეზების გამო ვერ ითამაშა. გურამაც კაი ფეხბურთელი იყო ჩქარეული. ტექნიკური. კი, სწრაფიც იყო, სწრაფიც იყო, გურამაც ვერ ითამაშა. შეიძლება მიზეზი მე ესე ვფიქრობ, რომ მიზეზი რა ვიცი, ალბათ ხასიათი რა, იმიტომ რომ ფეხბურთს თავის გადადება უნდა ყველანაირად და მარტო ფეხბურთს უნდა მიაქციო ყურადღება და მარტო უნდა მიაქციო შენ დასვენებას, აღდგენას, თუ გინდა რაღაცა გამოვიდეს, შეიძლება რაღაცა გამოვიდეს. თუ ფეხბურთს ბოლომდე არ დაუთმე ყველაფერი, არაფერი არ გამოვა, მაგრამ თუ ყველაფერს დაუთმობ, შეიძლება რაღაცა გამოვიდეს. აი ესეთი რამეა რა, იმიტომ რომ ძალიან ძნელია აი ამ ხელა გუნდში ითამაშო, წარმატებული იყო და კიდე სხვა სფეროთი იყო სხვა სფეროთიც გაერთო რა. ნოდარემ იმიტომ გააკეთა ერთ ესეთი რამე, რომ პირველი და ორი ვარჯიში როცა იყო, სხვათა შორის ნოდარემ იმას აქნა, რა ქვია, ჭკვიანურად მოექცა მაგაში. პირველი ვარჯიშის მერე მივდიოდით სახში, ზოგი ჭამდა, ზოგი არ ჭამდა, ზოგი საქმე ქონდა, გარბოდა, გამორბოდა. ნოდარემ პირველი ვარჯიშის მერე ყველა ბაზაზე დარჩებით. საბჭმესაც იქ გვაჭმევდნენ, სანამ მეორე ვარჯიშს არ ვითამაშებთ და კიდე საკვებს არ მივიღებდით, მანამდე არ გვიშვებდნენ. და დაარქვა. დღეში ორი ვარჯიში. დღეში ორი ვარჯიში რო იყო, დასვენებაც იქ ხდებოდა, იმიტომ რომ დაღლი ფეხბურთელს რო ავარჯიშებ, ის უკვე ნახევრად ვარჯიში გამოდის და სიკეთისკენ კი არა, უარესობისკენ მიდის. თუ დასვენებული არ არის და კიდე ამ ხელა დატვირთვას მიცემ. ხო და რა ვიცი, რა კითხრათ ახლა ძალიან ბევრი ფეხბურთელი რა, სულ ყველა ფეხბურთელი იყო ნიჭიერი, ვინც მოყავდა თბილისის დინამოში.
არც ერთი არ ყოფილა ისეთ ფეხბურთელი, რომ რაღაცა ნიჭი არ ქონოდა და რაღაცა დადებითი არ ქონოდა. მაგრამ შემდეგ იქ ბევრი რამეს მოთმენა გიწევს, ბევრი რამეს კიდევ თქვი რომ გადადება გიწევს, ბევრ რამეზე ფიქრი გიწევს. მე არის ესეთ ფორტუნაც არის რა. გამართლებაც არის, იღბალი რასაც ვეძახით რა, სპორტული. გინდა ტრავმისთვის დაარქვი და გინდა რაღაც სხვა. არის ბევრი რამე უნდა დაემთხვას ერთმანეთს, რომ რაღაცას მიაღწიო რა. მე მათ თავი არის კიდე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, მწვრთნელი რა თვალით შემოქმედავს. ყოფილა რომ ძალიან კაი ფეხბურთელი, რაღაც არ მოწონს ისმენს და დაჩაგრულა. ეგეც იღბალია. ეგეც იღბალია და ეგეც უნდა დაემთხვეს. ბევრი რამე უნდა დაემთხვეს რა. ცოტა მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ესე მგონია, ალბათ დამეთანხმებით, რომ განსაკუთრებით აი ხა როდესაც ფეხბურთის მწვრთნელი ხარ და ბრაზილიელი ხარ, ხო? იმას მე მგონი გაცილებით უფრო მეტი შეცდომის დაშვების უფლება აქვს თავის ფეხბურთელებისადმი, ვიდრე ვთქვათ, თუნდაც საქართველოში რომ მწვრთნელი ხარ. რატო? არჩევანის რაოდენობის. ხო, რა თქმა უნდა, ეხა იქ მარტო 100 მილიონი თამაშობს ფეხბურთს. ეხა იმ 100 მილიონიდან ვთქვათ სიტყვაზე 1000 არის საუკეთესო ფეხბურთელი. იმ 1000 ყურადღებას რომ მიაქციო კიდევაც იმ 1000-ზე ფეხბურთელს ვერ ათამაშებ, ხო? 11 კაცი თამაშობს. ხო და შენ აქ 1000 ფეხბურთელი კი არა, 1000 სპორტსმენი არ მოგდის განსაკუთრებით ყოველწელს. ამიტომ შეიძლება მოგიდეს 1 ან 2, 3. ხო და გაცილებით მეტი გაფრთხილება გმართებს, ხო? გაცილებით უფრო მეტად ტკივნეულია ჩვენთან დაკარგვა. აბა რა, იქ ეხა 1000 კაცი 200 და 300, 500 გინდა დაკარგულა, გინდა არა 500 თუ დარჩა. ახლა დავბრუნდები უკან ვილაპარაკეთ და აი ამიტომ გრიშა წაავაზე ვინ წარმოიდგენდა? რომ დიდი ფეხბურთს არ ითამაშებდა. გრიშა პრინციპი როგორ გამომჩა გრიშა? გრიშა მაინც ტრავმამაც იმოქმედა. ტრავმა იმოქმედა, ოდესაში რო ფეხი მოტეხეს. ჯვანია. გრიშას არ მოუტეხია. გრიშას მოტეხეს კი ოდესაში. ოდესაში მოტეხეს ფეხი რუხაძეს. არა, გრიშასაც მოტეხეს ფეხი. რუხაძეს მოტეხეს. კოსტავას მოტყდა და იმას მე როგორც ვიცი ფეხი მეტყდა და ყიფოს მოტეხა კიდე იმან ფეხი ანხელმა. მადრიდში. გრიშასაც ფეხი მოტეხეს კი ნამდვილად ვიცი. მერე ინახულა იმან მოუბოდიშა იყო ეგეთის. ფეხი თუ კოჭი რო ქონდა მაგას ხო კოჭი ხო მოტეხილება არ ქონია. ეგ იყო ისა რა კოჭი სახსრის ტრავმა იყო, სერიოზული ტრავმა იყო. ხო მოტეხილობა საშინელი რამე არა ფეხბურთელისთვის რა, კარიერა სამთავრებ რა. აი კერესელიძე მაგალითად თქვენ. კოტე. მოიტეხა და საერთოდ ვეღარ. ხო, კოტემაც ვეღარ ეთამაშა, კოტეც მაგარ ფეხბურთელი იყო და მე მახსოვს სპარტაკთან მოსკოვში დააყენა კოტე და ის დაუყენა რა ქვია იმას ეთამაშა გავრილოს ესე რომ მაინც ესე მგონია თქო რა არა აბსოლუტურად გეთანხმებით რა დაუშვათ იქ 1000 კაციდან არჩევდა აქ 500 კაციდან ან 200 კაციდან მაინც ხო აქაც ხო 11 ფეხბურთელი თამაშობს და იქაც კი აქაც იქ შეიძლება ვერც მოასწრო იმდენი ხალხის ნახვა და უკეთესები არჩიო და გონია რომ ყველაზე კარგებია და აქ იმდენი არ არის მაგრამ იმდენიდანაც მაინც 11 უნდა გაუფრთხილდე რა უფრო რა უფრო მეტი გუნდი უნდა ყავდეს მე ესე არა მარტო გუნდი უნდა ყავდეს რას რის თქმა მინდოდა იცით რომ იცდა იმას ფეხბურთის უდი ხასიათი ქონდა და ამიტომ მე არ ავიყვანე გუნდში არა გაქვს ამის თქმის უფლება, იმას სუდი ხასიათი აქვს, რაღაცა შენ თუ მწვრთნელი ხარ. უნდა აიძულო ის, რომ ხასიათი. ხო, ხასიათი და გააკეთოს ის, იმიტომ რომ არა გაქვს შენ უფლება ის დაკარგო. მაგის პასუხს გეტყვით. დიახ. გამოდის რომ გუნდი უნდა მოერგოს ფეხბურთელს თუ ფეხბურთელი უნდა მოერგოს გუნდს. არა, მე ვამბობ რომ მწვრთნელმა უნდა მოარგოს ფეხბურთელს ისე, რომ მოარგოს ეს. შეიძლება თქვა ახლა. ეგ უნდა გაკეთდეს ბავშვთა ფეხბურთში. როცა შენ ამხელა კლუბში მოდიხარ, შენ უკვე ბავშვთა ფეხბურთში გეტყვით რა მნიშვნელობა. იმ უმაღლესი თბილისის დინამოს მწვრთნელს არა აქვს იმის დრო, რომ იმას ასწავლოს ან ხასიათი, ასწავლოს მოქცევა კოლექტივში,
ხასიათი რას ნიშნავს? ან კოლექტივს ვერ ერგები, სუდი ხასიათი გაქვს, რაღაც კონფლიქტები მოგდის, ან შენი აზრი გაქვს თამაშის დროს, მე მაგ სუდ ხასიათზე ვიძახი და როცა შენ გუნდი უნდა მოგერგოს, ხო? თან ახალი მოსული ხარ, არაფერი არ ახარ. წარმოვიდგინეთ ახლა, ეგრე არსად არ ხდება. არავინ არ მოითმეს მაგას. იქ უნდა ჩამოყალიბებული ფეხბურთელები. იქ უნდა დაგაყენონ, რასაც მოგთხოვენ, ის უნდა გააკეთო. აი ეს არის მაგის პასუხი და ხასიათი რო გაქვს ცუდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შენ ჯგუაზე ივლის, არ ივლია. შეიძლება 2-3 კაცმა დაგითმოს, მაგრამ მეოთხესთან მაინც მოგივა კონფლიქტი და მაინც აირება და კონფლიქტი იქნება და როცა გუნდში კონფლიქტია, ძალიან ძნელია იქ რამე მიაღწიო რა. და ესეთი პასუხი მაქვს მაგაზე და რა ვიცი. თუმცა ყოფილა იგივე თბილისის დინამოს ისტორიაშიც რაღაც შემთხვევები, აი 60-იანი წლების რაღაც იგივე მიშა იყო თქვა მესხი გაბუტული ვიღაცაზე და ის მიშას პასს არ აძლევდა რაღაც ეგეთი იყო და სამწუხაროდ იყო. ხო გუნდმა წააგო და იზარალა გუნდმა რა თქმა უნდა. ბოლო კლუბმა იზარალა ამ ყველაფერში და ამიტომ ცდილობენ რომ კოლექტივი ისეთი შექმნან, ვისაც ერთმანეთთან ურთიერთობა შეუძლია. დათმობა შეუულია და მით უმეტეს ახლა უფროს უმცროსობა აუცილებელია გუნდში რა. ხო და ახლა როცა შენ უფროს კამათები და იქ კომპლექს უქმნი ძალიან ძნელია მე იქ არავის არ უნდა ეგეთ ფეხბურთელი. გასაგები. ბატონო, ეხლა კახა რა მინდა იცი რომ ჩვენ ახლა ხო წავიკითხეთ დუბ შემადგენლობაში ვინ გახდა ჩემპიონი, ხო? და ერთი რაღაცა მაინტერესებს. თქვენ მედალს არ გაძლევდნენ დუბლებისთვის არ მოუციათ მედალი? აი ხო რო გამოგაცხადეს ჩემპიონად მედალი არ მოგცეს? რაღაცა მედლები თუ მე მგონი მოგცეს და მოგცეს მე რა დუბში რო გავხდით ჩემპიონები მოგცეს ესეთი საბუთები სპორტის ოსტატების მე რას მახსოვს ეხლაც ამაკის ყველა გახდა სპორტის ოსტატი ვინც იმიტომ რომ აი ჩემპიონი ოფიციალურად რო გამოგაცხადეს ჩემპიონად რაღაც მედალი ალბათ იქნება მცირე ოქროს მედალს ეძახდნენ მცირე ოქროს მედალს თორე მე არ მახსოვს რაღაც განსაკუთრებული ის არის. აი მოგცეს ერთი ეგენი გაგვიკეთეს რომ სპორტის ოსტატის ისინი მოგცეს რა ქვია წიგნაკები. ესე მე მინდა ხა წავიკითხო რომ არავინ არ გამოგჩეს ამოწერილი მაქვს რომ ესე იგი ვინ 78-ში ვინ გახდა მედალი და ვინც ყველა თუნდაც ერთი თამაში ვინც ითამაშა. ესე იგი მედლები მიიღეს ქორიძე, მაჩაიძე, ქორიძემაც და მაჩაიძემ 30-ვე თამაში ითამაშეს. შენგელია საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მე საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გუცაევი, კანთელაძე, ჩივაძე, ყიფიანი, გოგია, გოჩამაჩაიძე, ხინჩაგაშვილი, დარასელია, ხიზანიშვილი, მუჯირი, კოსტავა, ჩელებაძე. სხვათა შორის აი კოსტავას და ჩელებაძეს 50% არ უთამაშიათ, მაგრამ რა ესეთი წესი იყო, რომ შენ თუ საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდი, აი უკვე რაღაცა 40%-ზე თუ რაღაცა მედალს გაძლევდნენ. აებათ აიღეს ოქროს მედლები და ახლა მე მინდა ის ფეხბურთელებიც წავიკითხო, ვინც თქვა ითამაშეს, ნუ მედალი არ აქვს. გაბელია, სულაქველიძე, კოპალეიშვილი, რუხაძე, ილია რუხაძე, ვახსენეთ ჩვენ დურტარიელ დურდიაძე, ბაზაზაშვილი ნოდარი ერქვა, ხო? ნოდარ ბაზაზაშვილი, ამირან მინაშვილი, გიორგი ჭილაია და გოგოლაძეს გონი დავითი ერქვა რა თუ ერთი თამაში აქვს ერთი თამაში კი ბატონო აი სულაქველიძეს არ აქვს მედალი სულაქველიძე ჩემპიონატის სპელობის დროს გამოიმ მეორე წრეში გამოიყვანეს და სულ რა თამაშია ნუ აი ესენი მინდა სულ ყველა იმიტომ ხშირად არის რომ აი მედალი ვისერგო და მე მგონი ერთი თამაში ვინც ითამაშა იმასაც ჩვენს უნდა ვახსენოთ როგორც თქვა ტიტულის მფლობელი ისე როგორც მაგალითად აი თქვენ ხო თასების თაზე ხო გაქვთ თამაში ერთი თამაში დათამაშები და მე სულ ყველა ერთ-ერთ წინა გადაცემაში ვქონდეთ მე სულ ყველა ვახსენებ ეგ ჩქარეულსაც ქონდა ნათამაშები კერესელიძესაც ჯოხაძეს ნუ ჟვანია მუჯირი და სულ ყველა ესენი ითვლება უნდა ჩავთვალოთ როგორც ტიტულის მფლობელები არიან კიდევაც მაშინ ესე ითვლებოდა საკავშირო იმის დროს რომ 50% უნდა ქონოდა ნათამაშები და გეკუთვნოდა და ახლა საკავშირო იმის დროს რაც ბევრი არასწორი იყო საბედნიეროდ ახლა შეცვალეს რა უკვე ყველას იგივე ახლა სულაქველიძემ 8 თამაში ითამაშა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან დროს ჩაერთო და რა თქმა უნდა წვლილი აქვს ჩემპიონობაში კი ისე ბატონო გოჩა ახლა თქვენ ბუნებრივი არ გემახსოვრებათ რომ პატარა იყავით მაშინ მაგრამ ეხლა გუნდში იყვნენ თუნდაც მაგალითად კახი ასათიანი ხო? კი.
კახი ასათიანი, იგივე კუტივაძე, ან სხვა სტაფს რო ეძახიან ისინი. იქ ხალხი, რომლებსაც 64 წლის დინამოც ახსოვს ძალიან კარგად და 78-ის თავისთავად, იმ დროს იქ იყვნენ და ხო არ გასოთ, ხო არ ყოფილა იგივე ან კახის ხო არ უთქვა შემსრე, რომ აი რომელი უფრო ძლიერი გუნდი იყო 64-ის თუ 78-ის. ან ვინმე სხვა თქვა ამ წვრთნელს ფეხბურთელს. სხვათა შორის მაგ თემაზე არ ჩამოარდნილა ლაპარაკი და არ ყოფილა. არა, ხო არ გაიგე. მე არ შევსწრები ვარ, რომ ჟურნალისტები თუ დასვავენ მაგ კითხვას თორე ეხლა ფეხბურთელები კახის მაგალითად არასოდეს არ უთქვია ეგეთი რამ კახის, არა. არა და კახის მოუწია კახი კი არა, თუ არ ვწდები, მე 76 წელს დუბთან რო გქონდა ხოლმე თამაში ნაკრებს, 76 იყო თუ 75 არ მახსოვს, იმიტომ რომ საქართველოს ნაკრები უკვე 75 წლიდან საქართველოს ნაკრები იყო. ჯეგრებილები ვიყავით. მუჩი იყო ძიაფშიბა თუ არ ვწდები. ზიაფშიბა იყო მეტრეველი. წვრთნელები იყო. ძიაფშიბა გუნდის უფროსი იყო. ხო და დინამოში მახსოვს მე, იმიტომ რომ რო ვეთამაშებოდით, იქ სკამზე იჯდა ხოლმე, სკამი იყო იქ სეტკების მხარეს, იქ იჯდა ხოლმე სუებ დინამოს თრუსკით გამოვიდოდა ხოლმე და სლავაც იყო მეტრეველი იქ. ამ სელექციაში 76-ში წვრთნელი. კი, მაგას ვამბობ ზუსტად და თამაშები რო გქონდა, მახსოვს, რომ ლაპარაკი რომ მიდიოდა, სლავაც სელექციაში მონაწილეობდა და აი მაშინ იყო ზუსტად რამოდენიმე კაცზე უკვე აქცენტი გაკეთებული ჩვენ გუნდზე, რომ ესენი ის არის მოსაყვანია და უკვე მიდიოდა დაკვირვება. კარგი, გასაგებია. არა შედარება რო ყოფილიყო არც სლავას არ უთქვამს, არც გამიგია. არა, არც გამიგია სხვათა შორის, რომ მაგ თემაზე ყოფილიყო რამე დიალოგი, რომელიც ძლიერი იყო და წარმოიდგინეთ ახლა ფეხბურთელი არ დაიწყებს მაგაზე ლაპარაკს 78 წლის ჩემპიონის ფეხბურთელზე გეუბნები რომ რომელიც ძლიერი იყო ჩვენ ვიყავით ძლიერები უბრალოდ უხერხულიც არის რომ დაიწყო მაგაზე ლაპარაკი ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით ან ისინი ძლიერები იყვნენ ისინიც გრანდიოზული დიდი გუნდი იყო და ესენიც და აბა პრინციპში 91-ში ამ გუნდმა უფრო დაამტკიცა რომ ძლიერები არიან ვითომ ტიტულები თუ მიგჯელებ მაგრამ რა გითხრათ ეს ფეხბურთელები ვისაც ახსოვს იმათი ყურება და თამაში ვისაც უყურებია არა ტიტულით ახლა აი ეს რო უფრო ის არის რა ხა საერთაშორისო შედარებაც რთულია ცოტა იმიტომ რომ დროის ფაქტორიც არის მან მე როგორც მახსოვს 64-მდე კიდე უნდა გამხდარიყვნენ ჩემპიონები ის გუნდი და მაგრამ არ გაუშვეს რომ გამხდარიყო. მაშინ პოლიტიკაც მუშაობდა. და ესეთი ამბებია და შედარება როგორ უნდა შეადარო მე არ ვიცი აი რა ვიცი ვერ შევადარებ იმიტომ რომ გუნდი გუნდია რა. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დროც ამოიწურა ეს დაგვრჩენია რომ დამემშვიდობა ჩვენ ძვირფას სტუმარს და ყოველივე საუკეთესო უსურვოთ და ასევე ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა ნახვამდის. მადლობთ. ყურადღებას. არ გაგზავნებოდეთ. არ გაგზავნებოდეთ.